კარგი, ჩემი მეორე თამაში ამ შემთხვევაში იქნება MLS-იდან. ეს მატჩი არის 17-ში. New England Revolution-ი LAFC-ს დაუპირისპირდება. საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს. Revolution-ი ბოლო წლებში ცუდი გუნდი არ იყო, მაგრამ ამ სეზონში, წინა სეზონში და ამ სეზონში ძალიან გაუჭირდა. ბევრმა კარგმა ფეხბურთელმა დატოვა ეს გუნდი, ცნობილი ვინც ყავდა ყველა წავიდა. LAFC-ს რაც შეეხება, LAFC ტრადიციულად არის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ყოველთვის MLS-ში. გამორჩეული გუნდი არის. Galaxy გახდა წინა სეზონში ჩემპიონი და ეს LAFC-ისთვის დარტყმაც არის, იმიტომ რომ მათ ძალიან ეძღებათ ერთმანეთი. Galaxy-ს და LAFC-ს დერბია ხოლმე მათი მონაწილეობით და მთავარი პრინციპი ახლა აქ მარტივი ამბავია, Revolution-ს უკვე ყველანაირი შანსი აქვს ფაქტობრივად დაკარგული. ძალიან მიზერული შანსი აქვს play-off-ში გავიდეს და ითამაშოს და ამერიკაში მოიხსენება თუ play-off-ში გადიხარ და აგრძელებ ჩემპიონატს, თუ ვერ გადიხარ მთავრდება, შენთვის იქიდან არც ვარდები, არცად არ მიდიხარ, უბრალოდ ჩემპიონატს ასრულებ. როგორც NBA-შია, რეგულარული თუ ვერ გადიხარ play-off-ში, მთავრდება იქვე შენთვის სეზონი. დაახლოებით იგივე ამბავი იქნება Revolution-ისთვის, რაც შეეხება LAFC-ს, ამას ჭირდებათ ეს თამაში. იმისთვის რომ ყარად მოიგიდონ ფეხი საპლეი-ოფ ზონაში, იმიტომ რომ საფრთხე ემუქრებათ რომ შეიძლება ვერ გავიდნენ. ამიტომ მე მგონია რომ LAFC რომელიც ისედაც გაცილებით უკეთესი გუნდია ამ ეტაპზე ვიდრე Revolution-ი, ამ თამაშს მოიგებს და კოეფიციენტი აქაც საკმაოდ კარგია, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობენ. 2 და 2 წერია კოეფიციენტი ამ ეტაპზე. ზორიანს ურჩევ მაყურებელს.